კარგი. ამ ეტაპზე მე მინდა შევქმნა უკვე post მოდელის შესაბამისი მიგრაცია და თვითონ post მოდელი და უკვე ინფორმაციის ბაზაში შენახვაზე დავიწყოთ მუშაობა. იმისაც რომ შევქმნა მოდელი, უნდა გავუშვათ ბრძანება PHP artisan make model, გადავცეთ post როგორც მოდელის დასახელება და გადავცეთ -m flag-ი, რაც გულისხმობს რომ მიგრაციაც მინდა რომ დააგენერიროს ამან. Okay, როგორც ხედავთ, ესე იგი post PHP მოდელებში შეიქმნა და მიგრაციის ფაილი შეიქმნა. გავხსნათ მიგრაციის ფაილი, რომელსაც თვითონვე აქვს უკვე დაგენერირებული კოდი პოსტების ცხრილის შექმნის, ID-ს ქმნის და created at და updated at column-ებს, თუ როდის შეიქმნა პოსტი და როდის განახლდა პოსტი მაგ ინფორმაციის შესანახად. Okay, მოდი ამას დავამატოთ ახლა string-ი, title-ი, რომელსაც მაქსიმუმის სიგრძე შეგვიძლია მივიცეთ 2000 და დავამატოთ ტექსტი body, რომელიც პრინციპში ხო სავალდებულო უნდა იყოს. ანუ ფიქრობდი შემთხვევით nullable ხომ არ უნდა იყოს, მაგრამ არა, სავალდებულო უნდა იყოს ორივე title-იც და body-ც. და ასევე უნდა დავამატოთ ჩვენ foreign key user-ის ცხრილზე. ამისთვის ვიყენებთ foreign ID4. აი აქ უნდა გადავცეთ მოდელი, რომელ მოდელზე ვაკეთებთ ჩვენ foreign keys, user, class და უნდა გადავცეთ რომელი column-ით. ჩვენ შემთხვევაში დავარქვათ ამას author ID. ესეც სავალდებულო უნდა იყოს. მეორე გზა თუ როგორ შეგიძლიათ foreign key დაამატოთ, ეს არის foreign ID. აი აქ უნდა გადავცეთ column-ი, მაგალითად author ID და ამის შემდეგ მოდის რომელ ცხრილზე უნდა დავაკავშიროთ author ID. შემდეგ აქ ვამატებთ, ვიძახებთ მეთოდს constraint. შეგვიძლია გადავცეთ დამატებით table-ის სახელი, რომელ table-ზეც ვაკეთებთ ჩვენს constraints, ამ შემთხვევაში users table-ზე და დამატებით შეგვიძლია ასევე მივთითოთ on update-ი, მაგალითად action-ი რა უნდა იყოს კასკადი, პირობითად, რაც გულისხმობს იმას, რომ user-ი როდესაც და-update-დება user-ის ID როდესაც და-update-დება და update-დება პოსტებიც. მაგრამ ნუ როგორც წესი user-ის ID-ს update-ი არ ხდება, ანუ ამიტომ on update-ზე რამის მითითება მე მგონია რომ არასაჭირო არის. On delete-ზე შეგვიძლია მივუთითოთ cascade-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ user-ი თუ წაიშალა, მისი პოსტებიც ყველა წაიშლება აბსოლუტურად. Okay? ანუ რადგან user-ის მოდელი ყოველთვის არსებობს პროექტში, როდესაც Laravel-ის პროექტი იქმნება. ამიტომ კონკრეტულად user-ის მოდელზე, როდესაც foreign keys ვაკეთებთ, პირველი მიდგომა უფრო მარტივიც არის ჩემი აზრით და პირველ მიდგომას ვიყენებ ხოლმე მე. მაგრამ თუ ისეთ ცხრილზე ვაკეთებ foreign keys, რომლის შესაბამისი მოდელიც Laravel-ის პროექტს არ მოყვება და ერთადერთი user-ის მოდელი მოყვება პრინციპში ნებისმიერ სხვა ცხრილის შემთხვევაში, ვიქცევი შემდეგნაირად, ანუ აი ამ სინტაქსს ვიყენებ. ზოგადად არ არის რეკომენდირებული მიგრაციებში მოდელის კლასის გამოყენება. ამას თავისი ახსნა აქვს დიდი რაცა დიდ დროს აიღებს ამაზე რომ ვისაუბრე, მაგრამ ზოგადად არ არის რეკომენდირებული. ამიტომ თუ user-ის მოდელია შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ეს სინტაქსი. ნუ ამ შემთხვევაში ამას დავტოვებ და ესე შევინახოთ. გავხსნათ ტერმინალი და გავუშვათ ბრძანება PHP artisan migrate, რომელიც გაუშვებს ჩვენს ახლახან შექმნილ მიგრაციას, პოსტების მოდელი და პოსტების ცხრილი უკვე გვაქვს ბაზაში. ეხლა უკვე შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ პოსტის რეალურად შექმნაზე, ვალიდაციაზე და შექმნაზე.